ჩემი სამივე შვილი გაიზარდა დედის რძით, მათ შორის ტყუპები, რომელთათვისაც 6 თვემდე არანაირი დამატება არ მიმიცია, ისინი იზრდებოდნენ დედის რძით და მატება იყო თვეში კილო 200, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ხშირად მხვდებიან ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ არ ჰქონდათ რძე და ვერ გამოკვებეს საკუთარი შვილი და ამიტომაც მოუწიათ ხელოვნური რძის მიცემა. რეალურად კი ძალიან მცირე პროცენტია ქალების, რომელსაც ლაქტაცია არ შეუძლია, თუმცა სამწუხაროდ ჩვენთან არ არსებობს ცოდნა იმის, როგორ შეიძლება გამოიკვებოს ბავშვი დედის რძით. საზღვარგარეთ ამის სპეციალური პროგრამებია, რომ დედებს ასწავლონ, როგორ გამოკვებონ საკუთარი შვილები, თუმცა ჩვენთან სამწუხაროდ ხშირად ხდება შეჩეჩება ხელოვნური რძის. და ასე რომ ვიდრე ბავშვს გააჩენთ თუ ემზადებით დედობისთვის, აუცილებლად გაწევრიანდით ხოლმე ლაქტაციის ჯგუფებში, სადაც მიიღებთ მინიმალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით და შემდეგ სამშობიაროში თუ მოგიცუცკდებათ ვინმე კეთილის მსურველი, რომელიც გეტყვით, რომ ცოდოა ბავშვი, ხა ვიდრე რძე მოგივათ, მანამდე ჯობს ხელოვნური რძე მისცეთ, მას დახვდებით ცოდნით შეიარაღებული და აუხსნით, რატომ გინდათ, რომ ბავშვმა დედის რძე მიიღოს და რომ დასაწყისში არსებული ის ხსენის რამდენიმე წვეთიც კი ჩვილისთვის არის დამაკმაყოფილებელი, მანამ ვიდრე დედას მოუვა რძე.